გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ესე იგი, წინა გაკვეთილზე ჩვენ ვისწავლეთ დატივი და ასევე ვისწავლეთ vo, ანუ სად. დღეს დღევანდელ გაკვეთილზე ჩვენ უნდა შევადაროთ vo და vohin. ანუ ორი ეს კითხვითი სიტყვა უნდა შევადაროთ. vo არის სად და ეს არის ადგილმდებარეობა. და რაც შეეხება vohin ეს ქართულ ეთარგმნი როგორც სად ან საით და ეს ნიშნავს მიმართულებას. ესე იგი vo არის ადგილმდებარეობა, ანუ ადგილმდებარეობას ნიშნავს, როდესაც ვკითხულობთ ადგილმდებარეობას, მაშინ ვიყენებთ vo ამ სიტყვას, კითხვით სიტყვას და როდესაც ვკითხულობთ მიმართულებას, მაშინ ვიყენებთ vohin, აი ამ კითხვით სიტყვას, რომელიც ასევე ქართულად თარგმნება როგორც სად, საით. ნახეთ, წინა გაკვეთილზე ჩვენ ვისწავლეთ წინდებულები, რამდენიმე წინდებული ვისწავლეთ და ასევე ვისწავლეთ დატივი. რადგან წინდებულების მერე გამოიყენება დატივი, ამიტომაც წინდებულები და დატივი ვისწავლეთ ერთ გაკვეთილზე. ესე იგი, ალბათ გახსოვთ წინა გაკვეთილიდან დატივში არტიკლები, რომ მამრობითი და საშუალო ეს არის dem, მდედრობითი არის dea და მრავლობითი არის den დატივში. ნახეთ, გერმანულად სად ხარ, ეს არის wo bist du. wo bist du. ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს შენი ადგილმდებარეობა, თუ სად ხარ შენ. ამიტომაც გამოვიყენე სიტყვა wo. wo bist du. სად ხარ? ახლა მოდით ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი. ესე იგი, ნახეთ, გერმანულად წიგნების მაღაზია ეს არის der Buchladen. der Buchladen წიგნების მაღაზია და წინ აქვს der არტიკლი, ანუ მამრობითი სქესია, ხო? ამით ჩვენ მივხვდით, რომ ეს არის მამრობითი სქესი, der Buchladen. der Buchladen დატივში გახდება dem Buchladen. dem Buchladen გახდება, ანუ წიგნების მაღაზია დატივში გახდება dem Buchladen. ნახეთ, წიგნების მაღაზიაში. ახლა როგორ იქნება გერმანულად წიგნების მაღაზიაში? ჯერ გავიხსენოთ წინდებული ში. წინდებული ში გერმანულად ეს არის in. in ში. ნახეთ, in plus dem. ანუ in წინდებულია, ხო? ამის მერე ესე იგი ჩვენ დატივი უნდა გამოვიყენოთ, ანუ dem უნდა გამოვიყენოთ. in dem მოკლდება და ხდება im. ანუ წიგნების მაღაზიაში გერმანულად იქნება im Buchladen. im Buchladen წიგნების მაღაზიაში. ნახეთ, მე ვარ წიგნების მაღაზიაში. მე ვარ გერმანულად არის ich bin im Buchladen წიგნების მაღაზიაში. ich bin im Buchladen. მე ვარ წიგნების მაღაზიაში. ექიმი გერმანულად არის der Arzt. der Arzt არის ექიმი. ესეც მამრობითი სქესის არსებითი სახელია, დატივში ესეც გახდება dem Arzt. ნახეთ, ექიმთან. თან გერმანულად არის bei. bei, ანუ თან. bei plus dem. bei წინდებულია, ხო? ესე იგი ამის მერე დატივი უნდა გამოვიყენოთ. bei plus dem მოკლდება და ხდება beim. beim, ანუ ექიმთან გერმანულად იქნება beim Arzt. beim Arzt. მე ვარ ექიმთან, იქნება ich bin beim Arzt. ich bin beim Arzt. მე ვარ ექიმთან. რაც შეეხება ქვეყნებსა და ქალაქებს. ქვეყნებისა და ქალაქების წინ პირდაპირ გამოიყენება in წინდებული. მაგალითად, გერმანია არის Deutschland. გერმანიაში იქნება in Deutschland. მე ვარ გერმანიაში. ich bin in Deutschland. ან ბერლინი, Berlin. მე ვარ ბერლინში, იქნება ich bin in Berlin. ესე იგი, ქალაქებისა და ქვეყნების წინ პირდაპირ გამოიყენება in წინდებული. in Deutschland გერმანიაში, in Berlin ბერლინში. რაც შეეხება სახლში, როგორ არის გერმანულად? სახლში გერმანულად არის zu Hause. zu Hause, მაგალითად, მე ვარ სახლში, იქნება ich bin zu Hause. ich bin zu Hause, ანუ მე ვარ სახლში. ეს ყველა იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ჩვენ ვცემთ პასუხს კითხვაზე wo bist du? სად ხარ? ანუ ადგილმდებარეობა აინტერესებს ამ ადამიანს, ჩვენი ადგილმდებარეობა, თუ სად ვართ ახლა ჩვენ, სად ვიმყოფებით? wo bist du? ანუ სად ხარ? ich bin im Buchladen, მე ვარ წიგნების მაღაზიაში. ich bin beim Arzt, მე ვარ ექიმთან. ich bin in Deutschland, მე ვარ გერმანიაში. ich bin in Berlin, მე ვარ ბერლინში. ich bin zu Hause, მე ვარ სახლში. ახლა გადავდივარ ჩვენს მეორე კითხვით სიტყვაზე და ეს არის wohin, ანუ სად, საით. ნახეთ, წასვლა გერმანულად ვიცით, რომ ეს არის gehen, წასვლა და ასევე გვაქვს წასვლა ტრანსპორტით და ეს არის fahren. ნახეთ,
სად მიდიხარ? გერმანულად იქნება wohin gehst du? ან wohin fährst du? wohin gehst du და wohin fährst du? wohin fährst du ნიშნავს სად მიდიხარ, ანუ ტრანსპორტით. ახლა კი მოდით ამ კითხვას გავცეთ პასუხი. ესე იგი wohin gehst du ან wohin fährst du? წეგან ჩვენ ვისწავლეთ, რომ წიგნების მაღაზია ეს გერმანულად არის der Buchladen. der Buchladen. და დატივში ეს გახდება dem Buchladen. ახლა წიგნების მაღაზიაში მივდივარ. ამ შემთხვევაში მიმართულებაზე გვაქვს საუბარი. ჯერ არ ვარ წიგნების მაღაზიაში, ჯერ გზაში ვარ და წიგნების მაღაზიაში მივდივარ. ამ შემთხვევაში გამოიყენება წინდებული zu, რომელიც ასევე ითარგმნება როგორც ში. ნახეთ, zu plus dem მოკლდება და ხდება zum. მე მივდივარ წიგნების მაღაზიაში, გერმანულად იქნება ich gehe zum Buchladen. ან ტრანსპორტით თუ მივდივარ, მაგ შემთხვევაში იქნება ich fahre zum Buchladen. ესე იგი ich gehe ან ich fahre zum Buchladen. ან მე მივდივარ ექიმთან. ექიმი როგორ არის? der Arzt, დატივში გახდება dem Arzt, ამ შემთხვევაში zu უნდა გამოვიყენოთ, როდესაც მივდივართ. zu plus dem იქნება zum და მე მივდივარ ექიმთან, ეს იქნება ich gehe zum Arzt. ich gehe zum Arzt ან ich fahre zum Arzt. ჯერ ექიმთან არ ვარ, ჯერ არ მივსულ ვარ, ჯერ კიდევ მე ვარ გზაში და მივდივარ ექიმთან. ich gehe ან ich fahre zum Arzt. რაც შეეხება ქალაქებსა და ქვეყნებს, ამ შემთხვევაში, როდესაც ჯერ კიდევ არ ვართ იქ და ჩვენ გზაში ვართ და მივდივართ, მაგ შემთხვევაში ქალაქებისა და ქვეყნების სახელების წინ გამოიყენება nach. მაგალითად, ich fahre nach Deutschland. მე მივდივარ გერმანიაში. nach Deutschland. გერმანიაში. ich fahre nach Berlin. მე მივდივარ ბერლინში. მე მივდივარ სახლში, გერმანულად იქნება ich gehe nach Hause. ამ შემთხვევაშიც Hause ამის წინ nach უნდა გამოვიყენოთ. ich gehe nach Hause ან ich fahre nach Hause. ანუ მე მივდივარ სახლში. ასევე მოდით ავიღოთ ერთ-ერთი მდედრობითი სქესსარსებითი სახელი, მაგალითად die Post, ანუ პოსტა. die Post, როგორც ხედავთ, ეს არის მდედრობითი სქესსარსებითი სახელი, რადგან წინ აქვს die არტიკლი. die ვიცით რომ დატივში გახდება der. ანუ die Post დატივში გახდება der Post. ნახეთ, პოსტაში მივდივარ, როგორ იქნება გერმანულად. ამ შემთხვევაში zu უნდა გამოვიყენოთ და zu plus der მოკლდება და ხდება zu-ა. zu-ა ხდება. ანუ მე მივდივარ პოსტაში. გერმანულად იქნება ich gehe zur Post. ან ich fahre zur Post. მე მივდივარ პოსტაში. ესე იგი, დღეს ჩვენ ვისწავლეთ ორი კითხვითი სიტყვა. პირველი ეს არის wo, ანუ სად და მეორე ეს არის wohin, სად, საით. ნახეთ, როდესაც ჩვენ უკვე ვიმყოფებით სახლში. ანუ მე ვარ სახლში. გერმანულად ეს არის ich bin zu Hause. ამ შემთხვევაში გამოიყენება წინდებული zu. ich bin zu Hause. მაგრამ როდესაც ჯერ კიდევ არ მივსულ ვარ სახლში, გზაში ვარ და მივდივარ სახლში. ამ შემთხვევაში გამოიყენება წინდებული nach. ich gehe ან ich fahre nach Hause.